დღეს გეგმაში მქონდა მომემზადებინა ლოქო ქინძმარში, მაგრამ შემოვიარე ყოლათელის მაღაზია და ვერსად ვერ ვიშოვე. სამაგიეროდ ვიშოვე ორაგულის ფილე და მოვამზადოთ ორაგული ქინძმარში. ყველაფერი მოვიმარაგე და შევუდექით საქმეს. ხათაშორის პირველად ვამზადებ. უკვე ყველაფერი, რასაც ჩემ ბლოგზე ხედავთ, პირველად ვზადდება. ლოქო ქინძმარში ძალიან ადვილი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელია. უკაცრავად ორაგული ქინძმარში. ეხლა რაც შეეხება რეცეპტს. წყალს უმეტებთ მარილს, სურნელოვან პილპილს, ასევე დაფნის ფოთოლს და აი ესე დაჭრილ ხახუს. სანამ წყალი წამოდუღდება, ამასობაში მოვამზადოთ ორაგული. ორაგულის ფილე დაჭერით სასრულ ნაჭრებად. გალღობის წესებს კი დაგიტოვეთ პოსტის აღწერაში. ასევე წვრილად დაჭერით ქინძი. შემდეგ ქინძს დავუმატეთ გაჭრეტილი ნიორი. ასევე მარილი და ცოტა დაღერგილი წიწაკა, ოღონდ ბევრი არ მოგივიდეთ. და ეს ყველაფერი ღვინის ძმერის გარეშე ნამდვილად ვერ ჩაივლის. ეს ყველაფერი ამოურიოს და გადავინაცვლოთ ისევ თევზთან. წყალი წამოდუღდა და გადაიტანეთ ორაგული. ხაშეთ მხოლოდ 10 წუთი. თევზს რომ ამოიღებთ, ბულიონი აუცილებლად გაცერით ცაცერზე და შემდეგ მოასხით თევზს და მზად არის. მინიმუმ 3-4 საათი მაინც დააყენოთ მაცივარში, რომ გემოები კარგად გაუჩნდეს და შემდეგ გემრიელად მიირთვით. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი ორაგული ქინძმარში.